ეხლა განვმარტოთ ამბა ისააკის სწავლა ცრემლების შესახებ. სხვა ცრემლები, რომლებიც ხორცს წვავს და ფიტავს, და სხვა, რომლებიც მხიარულ ყოფს და განამტკიცებს. ლმობიერებისა და მდაბალი გულისგან სინანულის მიერ ნაშობი ცრემლები წვავს და ფიტავს ხორცს. მეორე სახის ცრემლები მომდინარეობს შემეცნებისა და გულისხმის ყოფისგან, რომლებიც ამშვენებენ სახეს და განამტკიცებენ ხორცს. პირველი ცრემლები სინანულის ცრემლებია. ამ დროს ღრმად და გულწრფელად განიცდი შენს დაცემას და სიმდაბლით ტირი. ეს ცრემლები ფიტავს ადამიანს, მაგრამ ამასთან საღვთო ნუგეშიც მოაქვს. ხოლო როცა ადამიანი ღმერთს შეურიგდება, მოსდის მადლიერებისა და დიდების მეტყველების ცრემლები, რომლებიც სიხარულის ცრემლებია. მაშინ სული სულ სხვა სივრცეში იმყოფება, სამოთხისეულ სიტკბოს გრძნობს. დიდების მეტყველების ამ მეორე მდგომარეობაში ადამიანს მცირეოდენის საკვებითაც გააქვს თავი. მისი გული განცხრება, მცირედი საკვებიც კი სხეულს განამტკიცებს და არც ძილის ნაკლებობა ვნებს. ის თავს ძალას როდი ატანს, რომ არ დაიძინოს, არამედ უზომო სიხარულისგან ვერ იძინებს. მის გულს საღვთო ტრფიალება ედება, რაც ძილს განაქარვებს. ეს დიდი სიხარული საგრძნობლად ანაზღაურებს ძილს. შეიძლება კაცი ტიროდეს, როდესაც ღმერთს განადიდებს. ამ დროს ადამიანი მადლიერებისგან ისეთ გამოუთქმელ სიხარულს გრძნობს, რომ თავს ვეღარ იკავებს. ესაა დიდების მეტყველების ნამდვილი ამოფრქვევა. იყავით სულიერ სფეროში, ღვთის დიდების მეტყველებაში. გამუდმებით იმეორეთ, დიდება შენ და ღმერთო, დიდება შენ და ღმერთო. მერე ყველაფერი გულს აგიჩვილებთ, ყველაფრისთვის უზომო მადლიერებას იგრძნობთ ღვთისადმი. ზოგჯერ ლოცვის დროს აშკარად გრძნობთ საღვთო მადლს, ხანაც კი საერთოდ არაფერს განვიცდით. სახიერი უფალი ასეთ წყალობას პერიოდულად გვანიჭებს, რათა შეწევნა მივიღოთ და მეტად ვიღვაწოთ. უფალი კეთილსურნელებას ხან ლოცვის დროს იძლევა, ხანაც ლოცვის გარეშეც, რათა კაცი ანუგეშოს, განამტკიცოს და გულსავსე ჰყოს. ეს ყოველთვის რაღაც მიზეზის გამო ხდება. როცა ადამიანი დაბლად ითხოვს ღვთის წყალობას და აცნობიერებს თავის დაცემულობას, მაშინ უფალი მას მადლს უგზავნის და ის სულიერად იცვლება. სტკივა, რომ თავისი ცოდვებით ღმერთი დაამწუხრა, ნანობს, შემუსრულებას გრძნობს და უფალი მას საღვთო ნუგეშით აჯილდოვებს. ჩვენ არ უნდა ვლოცულობდეთ იმის გამო, რომ სიამოვნება და სიხარული ვიგრძნოთ. ლოცვა, რომელსაც არა ღმერთთან ერთობისთვის აღვასრულებთ, არამედ იმისთვის, რომ სიხარული ვიგრძნოთ, არაა ნამდვილი ლოცვა. სულიერი ადამიანი სულის ცხონების გარდა არაფერს ესწრაფვის. იგი არ იღწვის, რომ საღვთო შვება და განცხრომა მიიღოს. უბრალოდ კეთილშობილებითა და თავდადებით იღწვის და იღებს, რასაც ღმერთი უბოძებს. ღვთისგან არასდროს ვითხოვოთ ნათელი ან ნიჭები, ვითხოვოთ მხოლოდ სინანული, რომელიც სიმდაბლეს მოგვიტანს. მერე კი სახიერი ღმერთი მოგვანიჭებს იმას, რაც ჩვენთვის საჭიროა. ერთხელ ღირსი დიონისეს სამანეში წავედი მამა დავითის მოსანახულებლად. ის ერთ ბნელ და ძონძებით სავსე სენაკში ცხოვრობდა, მაგრამ იმ ბნელი სენაკის მიუხედავად მუდამ ნათელს განიცდიდა. მამა დავითი ძალიან წარმატებული იყო იესოს ლოცვაში და მაღალ სულიერ საზომს იყო მიღწეული. ვერც კი გავბედე მისთვის ფარული ღვაწლის შესახებ მეკითხა. არ შეიძლება ამის თქმა, არ შეიძლება, ამბობდა ის. იცით რას ნიშნავს სიბნელეში
შუქის გარეშე ნათლის ხილვა. ძონძებში იყო გახვეული და ღვთის სასახლეში იმყოფებოდა. სული რომ მიიღო, სისხლი უნდა გაიღო. როცა ზოგად ცხოვრებულთა მონასტერში ვცხოვრობდი, ერთხელ დიდი მარხვის პერიოდში ამის განხორციელება დავიდე გულში. საკუთარი თავისთვის საერთოდ არ გამიწევია ანგარიში. ადამიანური ძალები სრულიად გამომელია. ისეთი გამოფიტული ვიყავი, რომ გზაზე ვეცემოდი და ღმერთს ვევედრებოდი, რომ ფეხზე წამოდგომის ძალა მოეცა, რათა ხალხს არ დავენახე და არ ეთქვათ, აი მონაზვნები ასკეზისგან ძირს ეცემიანო. ყოველი დღე მოწამეობა იყო ჩემთვის. ლაზარეს შაბათამდე 2 დღით ადრე საღამოს, როდესაც სენაკში ვლოცულობდი, რაღაც სიტკბო, სიხარული ვიგრძენი და მთლიანად ნათელმა მომიცვა. თვალებიდან ცრემლები მომდიოდა, საამო ცრემლები იყო. ამ მდგომარეობამ 20-30 წუთი გასტანა და დიდი ძალა და სიმხნევე მომცა, რაც 10 წლის მანძილზე სულიერად მასაზრდოებდა. როდესაც ამის შესახებ მამა პეტრეს ვკითხე, მიპასუხა: მე გამუდმებით განვიცდი ასეთ საღვთო მდგომარეობას. იმ დროს, როცა საღვთო მადლი მომიხილავს, ჩემი გული ღვთის სიყვარულისგან თბება. შინაგანად და გარეგანად რაღაც უცნაური ნათლით ვარ გაბრწყინებული. ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩემი სახე განათებულია. ჩემი სენაკიც კი ნათლითაა ახვსილი. მაშინ სკუფიას ვიხდი, თავს მდაბლად ვხრი და უფალს მივმართავ. უფალო, განგმირე ჩემი გული შენი მოწყალების შუბით. უზომო მადლიერებისგან თვალებიდან ტკბილი ცრემლები მომდის და ღმერთს ვადიდებ. მაშინ ყველაფერი წყდება, რადგან აშკარად ვგრძნობ უფლის სიახლოვეს და უკვე არაფრის თხოვნა აღარ ძალმიც. ლოცვაც ჩერდება, სკვნილის ტრიალი შეუძლებელია. როდესაც კატუნაკებში წმინდა იპატის სადაყუდებულოში ვცხოვრობდი, ერთხელ ნაშუა დღეს მწუხრის ლოცვა სკვნილზე შევასრულე და მერე ჩაი დავლიე. სერობაცა და ღვთისმშობლის დაუჯდომელიც სკვნილზე შევასრულე. შემდეგ კი იესოს ლოცვა დავიწყე. როცა იესოს ლოცვას ვამბობდი, დაღლილობა თანდათან ქრებოდა და მოსვენებას ვგრძნობდი. შინაგანად ისეთ სიხარულს განვიცდიდი, რომ დაძინება არ მინდოდა. სულ იესოს ლოცვას ვამბობდი. ღამით დაახლოებით 11 საათისთვის უეცრად ჩემი სენაკი საამო ზეციური ნათლით გაბრწყინდა. ძალიან მკვეთრი ნათელი იყო, მაგრამ არა თვალის მომჭრელი. ვიგრძენი, რომ ჩემს თვალებსაც კი ძალა მოემატა, რომ ამ ბრწყინვალებისთვის გამეძლო. სანამ ამ მდგომარეობაში, ამ ღვთაებრივ ნათელში ვიყავი, სხვა სულიერ სამყაროში ვგრძნობდი თავს. გამოუთქმელი სიხარულის განცდა დამეუფლა. სხეულის სიმძიმე სადღაც გაქრა და თავს მსუბუქად ვგრძნობდი. ღვთაებრივ მადლს, საღვთო განათლებას ვგრძნობდი. საღვთო აზრები ელვის სისწრაფით გადიოდა გონებაში კითხვა-პასუხის სახით. იმ წუთში არ მქონდა რაიმე გადაუჭრელი საკითხი, რომ მეკითხა. თუმცა კითხვებს ვსვამდი და ამავდროულად პასუხებსაც ვიღებდი. პასუხები ადამიანური ნააზრევი იყო, თუმცა დიდების მეტყველებასთან შერწყმული, რადგან ღვთისგან მოდიოდა. ეს ყველაფერი იმდენად ბევრი იყო, ვინმეს რომ ჩაეწერა, ახალი ევერგეტინოსი დაიწერებოდა. ამ მდგომარეობამ მთელი ღამე დილის 9 საათამდე გასტანა. როცა ის ნათელი გაქრა, ყველაფერი ბნელად მომეჩვენა. გარეთ გავედი და თითქოს ღამე იყო. რომელი საათია, ჯერ არ გათენებულა ვკითხე ერთ მონაზონს, რომელმაც იქვე გაიარა. მან შემომხედა და გაკვირვებით მკითხა: მამაო პაისი, რა თქვი? რა ვთქვი? ვკითხე საკუთარ თავს და სახლში შევედი.
შევხედე საათს და მაშინღა გავაცნობიერე რა მოხდა. დილის 9 საათი იყო, მზე ამოსულიყო, ჩემთვის კი დღე ღამით ჩანდა. ანუ მეჩვენებოდა, რომ მზე ძლივ-ძლივობით ანათებდა, თითქოს ნათელი მოაკლდაო. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, როდესაც კაცი მკვეთრი სინათლიდან უცებ სიბნელეში აღმოჩნდება, იმდენად დიდი იყო განსხვავება. იმ საღვთო მდგომარეობის შემდეგ სხვა ბუნებრივ ადამიანურ მდგომარეობაში აღმოჩნდი და ჩემი ყოველდღიური განაწესის შესრულებას შევუდექი. ცოტა ხანს ხელსაქმით დავკავდი, ჟამნების მსახურებას კვნილზე შევასრულე. მე-9 ჟამისა და მწუხრის შემდეგ ცოტა ორცხობილა დავალბე წყალში რომ ეჭამა, მაგრამ თავი პირუტყვივით ვიგრძენი, რომელიც ხან ბალახს ძოვს, ხანაც დაჯდება და ცოხნის და ჩემთვის ვთქვი, აბა ერთი ნახე, რით ვარ დაკავებული, ამდენი წელი ასე გავატარე. შუა დღემდე ისე მიხაროდა, რომ დასვენების საჭიროებას ვერ ვგრძნობდი, იმდენად ძლიერი იყო ის მდგომარეობა. მთელი დღე ბუნდოვნად ვხედავდი, საქმეს ძლივ-ძლივობით ვაკეთებდი, არადა ზაფხული იყო და მზე კაშკაშებდა. მომდევნო დღეს მოვლენებს ბუნებრივად ვხედავდი. ჩვეულებრივ განვაგრძე განაწესი, მაგრამ უკვე აღარ ვგრძნობდი თავს ისე, როგორც პირუტყვი. როგორ უაზრო რამეებში ვატარებთ დროს და რამდენს ვკარგავთ. ამიტომ, როცა ვხედავ წვრილმანებს, ბუზღუნს, წუწურაქობას და მსგავს ამაო რამეებს, ძალიან წუხვარ. ამბა ისააკი წერს, როცა მდაბალი კაცი ღვთის წინაშე წარსდგება, ვერ ბედავს ლოცვას. თავს უღირსად გრძნობს ლოცვისთვის, ღმერთთან საუბრისთვის. ღვთის წინაშე რომ დგას, მისთვის ესეც საკმარისია. როდესაც კაცი ამ საზომს მიაღწევს, ლოცვა თავისით წყდება. მაშინ ღვთის თანამყოფობისგან გონებაც ჩერდება, ტვინიც წვეთს აზროვნებას და სული მხოლოდ საღვთო სიყვარულის, საღვთო ალერსისა და დაცულობის სიტკბოს გრძნობს. როცა ყრმა დედის მკლავებში მიიძინებს, ხომ არ ლაპარაკობს, მათ შორის უკვე საიდუმლო კავშირი და ერთობაა. კარგია ლოცვა მდუმარებით, მაგრამ უკეთესია დუმილი მდუმარებით, გონება ქრისტესთან ახლოს მდუმარებით. ამინ.